მიშა და ნინო ძველი რადიო დაგიბრუნდით არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად ჩვენი მაყურებელი ხედავს წარმოდგენილია სტუდიაში ულამაზესი ნამუშევრები და მართლაც ასე დავარქვით გადაცემას გასეირნება შემოქმედთა ჯადოსნურ სამყაროში ჩვენი სტუმრები არიან ხელოვნებათმცოდნე თვითნასწავლი მხატვარი თეა ბერძენიშვილი და მხატვარი არჩილ კუტალაძე მოგესალმებით დიდი მადლობა რომ მოგზავნით და მართლა საოცრებად დაატრიალეთ აქ ჩვენ მსმენელს ნახავთ ვისაც არ აქვს საშუალება ნახოს რა ხდება სტუდიაში ძალიან გაცოცხლდა ყველაფერი იმიტომ რომ ყველაფერი ცოცხალი ლამაზი და კარგია და ჯადოსნურია კი ბატონო და მართლა ჯადოსნურია და ქალბატონ თეა მინდა თქვენთან დავიწყო დიალოგი იქიდან გამომდინარე რომ უპირველეს ყოვლისა ქალბატონი ბრძანდებით და შემდეგ რაც შეეხება აი ამ ჯადოსნურ სიტყვას ეს თქვენი ნამუშევრებია ამის ინსპირაცია მართლაც როდესაც თქვენს ნახატებს გადაავლებ თვალს თუნდაც გამოფენაზე აი ეს ნამუშევრებია წარმოდგენილი ასე გონია რომ სადღაც რაღაც სხვა სამყაროში გადადიხარ თან ძალიან საინტერესოა ის რომ თვითნასწავლი მხატვარი ბრძანდებით ნუ ხელოვნებათმცოდნე და სანამ სტუდიაში შემოვიდოდით ამაზეც ვისაუბრეთ რომ თქვენი გენეტიკა დატვირთულია ამით ანუ შემოქმედ ბაბუა არქიტექტორი იყო და სხვათა შორის რაღაც გარკვეული ხაზიც არის ანუ შეიძლება ვთქვათ არქიტექტურული მე ხლა არ ვარ არც ხელოვნებათმცოდნე თუმცა აი როგორც დამთვალიერებელი და ანუ შემოქმედების მოყვარული ადამიანი ამას გრძნობ და ვხედავთ თეა ბერძენიშვილის ჯადოსნური სამყარო მოდით დავიწყოთ სკალამი გაქვთ ესეთი ჯადოსნური საიდან ეს ყველაფერი საიდან ანუ რა იყო ინსპირაცია როდის წამოვიდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ვიცი რომ ეხლა ბავშვობაში და ახალგაზრდობაში არ ხატავთ გამარჯობათ მოგესალმებით მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ მადლობა რადიო იმედს ხო ბავშვობიდან უფრო გავიზარდე ხელოვანთა ოჯახში ხალხო ამ მოკლედ ინსპირაცია წამოვიდა ხატავდნენ უყურებდი და ვეზიარებოდი ამ ყველაფერს და მე ნელ-ნელა შევეპარე მეც მაინტერესებდა გამომივიდოდა თუ არა ეს ყველაფერი და ფერწერა მაქვს ფერწერაშიც ნამუშევრები მაგრამ ამ ბოლო მივხვდით რომ გრაფიკა არის თქვენი კი ამ ბოლო ხანს მიყვარს ხო ეს ტექნიკა გრაფიკა და დავჭიქი და დავხატე უბრალოდ ჩემი იდეა ინსპირაცია წამოვიდა არ ვიცი სამყაროდან უბრალოდ მინდოდა ძალიან მინდოდა და ჩემი სურვილი იყო რომ ხატრებთან ერთად საოცარია ქონოდა გამოფენა და რაღაც დავწერე სურვილი ჩემს თავზე და დაწერეთ დავწერე კალმით სურვილი და მე და გააფორმეთ აი ეს არის ეს ნახატი რომელიც ანუ ის სურვილი იკითხება ეხლა იმ დამიხდა კი სურვილი იკითხება ასე დავწერე ამიტომ მე მოვხდი გამოფენაზე ხატრებთან ერთად და ეს თანამედროვე ხელოვანთა სივრცეში ნინო და დიანა რევაზიშვილების ორგანიზატორობით Free Art Space გალერეში ინსპირაცია ფრიდაზე ვიმონაწილეე გამოვედი გრაფიკული ნამუშევრით იქ გამოვიტანე აქ არ წამომიღია სიყვარული ვნება სიცოცხლე და შემდგომში უკვე მივყევი ამ ხაზს და ძალიან დაინტერესდნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები, ყველას უხატავ და სურვილებს ასრულებს, ნამდვილად ასრულებს, რაც გინდა საერთოდ სამყაროში რომ გაისური ამ ყველაფერს და ის გიბრუნდება. კი ბატონო, ანუ ენერგეტიკაზეა და აი ხარ არ ზუსტად ენერგეტიკა ახსენეთ, ზუსტად ამ ნამუშევრს ჯადოსნურია და მე ჩავიფიქრებ სურვილს და მართლაც ისეთი ნამუშევრებია, რომ თითქოს და თქვენი მთავარი გზავნილიც ეს არის, მე როგორც მივხვდი, რომ ჩავიფიქრე სურვილი და აგისრულდება და მე ჩავიფიქრებ სურვილს და დარწმუნებული ვარ, რომ ამის სრულდება. და რაც იცით რა არის ძალიან გავს ნეირონებს, ანუ ფაქტობრივად რო უყურებ ამ ნახატებს თითქოს აი მიკროსკოპულად შედიხარ
ადამიანის სულში შეიძლება ესე ითქვას და ხედავ აი იმ უხილავ საფებს რომლებიც გადაბმულია სურვილი იქნება როგორც თქვენ ბრძანეთ თუ ემოცია ან ყველაფან თავისი მისი მდგომარეობას ალბათ სულიერის და მართლა საოცარია ხო ჩვენ აი ეს დეტალურად უნდა ნახოს ახლოდან უნდა ნახო როგორი ფაქიზად არის შესრულებული და როგორი არქიტექტურული კვალი მაინც ეთყობა რომ ესე კარგად არის დეტალიზებული შეიძლება ითქვას თქვენ და ბატონი არჩილის ნამუშევრებში კიდე ძალიან იგრძნობა ის რომ ფესვებს არ წყდებით მიუხედავად იმისა რომ გურულები ბრძანდებით და ნუ ახლა როდესაც ამ ნამუშევრებს დაათვალიერებენ თქვენს ნამუშევრებს შეიძლება ახლა გურიასთან კავშირი არ არის მაგრამ თავარი ინსპირაცია, мотиваცია მაინც არის ფესვი. და ბატონო არჩილ თქვენ მინდა კითხოთ. ბატონო არჩილის ნახატები ხო საოცრება ნამდვილად. ფეწერა. და აქვე აღნიშნოთ რომ მისია მიქელანჯელო ეს პროექტი განხორციელდა რომში და ბატონი არჩილი დაჯილდოვდა და მის მიქელანჯელო. კი ბატონო. რამაზი პრიზია. მშვენიერი პრიზია და ნუ ნამუშევრებია ისეთი რომ მე ვფიქრობ რომ ეს პრიზიც ცოტა. არა ბატონო მართლა კათინარულად არ მიიღოთ აი ისეთი რეაქცია ქონდათ ნახატები რომ ნახეთ ისეთი რეაქცია ქონდა თითქოს ვერ გეტყვით ესეთი ფერები ასეთი არ ვიცი რა დავარქვა ხელნებაცოდნე არა მაგრამ როგორი სილაღე და როგორი დახვეწილობა იმავდროულად ერთდროულად და მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ეს ნამუშევარი შენ არ შეწუხდი მანახოთ დიახ მაინცა ესე ჩანს დიახ და ბატონო არჩილ თქვენი მთავარი გზავნილი რა არის მოგესალმებით მადლობა შემოგვედებით ესე დაფასებისათვის რომელიც მოგვიწვიეთ და მიხარია რომ აი ასეთი შემოგვედებითი ფართო მასშტაბში თქვენ აშუქებთ ამ ჩვენ შემოქმედებას. მიქელანჯელო ლავრიანტობა მივიღე წელს რომელიც რომში ჩატარდა, რომში მოგზაურეთ, ვიყავით ჩასულები და გავაკეთეთ გამოფენები. ვიყავით დელეგაცია ჩასული 15 მხატვარი ვიყავით. ძალიან საინტერესო და ძალიან მოხარული ვარ რომ აი ასეთი ღონისძიებები და ასეთი გამოფენები რო ტარდება და გვიწვევენ და ჩავდივარ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა შემოქმედისთვის ეს ძალიან დიდი мотиваცია. თქვენი თავარი გზავნილი. ანუ იმიტომ რომ ყოველთვის ნამუშევრებში შემოქმედის სულია. და სათქმელი. სათქმელი ბევრია ნამდვილად და ახლა თქვენ რომ მითხარით მიქელანჯელო ეს ცოტა არის ცოტა კი არა ეს არის ყველა мотиваცია ნამდვილად ჩვენ ყველა მხატვარი ამით ვართ აღზრდილები მიქელანჯელოს ლეონარდოს და რაფაელის ნამუშევრებთან დაკავშირებით და ძალიან დიდი მოწონებები და დავით ყველაფერი ისეთი რომში ისეთი ადგილია რომელსაც ნამდვილად აი ესე უყურადღებოთ ვერ დატოვებ. ბატონო თქვენ აქ რომ მობრძოდით თქვენ ჩანახატები გვაჩვენეთ ახლა სრულად არ შეგვიძლია ყველა ნამუშევარი წარვადგინოთ და ანუ ბატონო არჩილი და ქავოდონ თეა გამორჩეულები არიან იმით რომ აი ადგილზე ხატავთ თქვენ ეს თქვენ 31 წელი ხატავდით რუსთაველზე ხო? კი 31 წელი ხატავდით რუსთაველზე ხატავდი და იქ ვიყავი თითქმის ძალიან დიდი ბევრი წლები იქ გავატარე და შემდეგ გადავედი სტუდიაში მუშაობ 5 წელიწადია. ანუ გარემოს თქვენთვის მნიშვნელობა აქვს ხო? აი გარეთ რაღაც უფრო კი, ეხლა შეიძლება გარეთ ხადავ და ეხლა რომშიც რო ვიყავით ჩასულები, იქაც გარეთ გვიწევდა მუშაობა და საოცარი ესკიზები იყო. მე რომში ისეთი საერთოდ გარემოა, რომ შემოქმედი კი არა, შეიძლება ადამიანს რომელსაც საერთოდ ფუნჩთან საქმე არ ქონია და არასდროს აი მე რო ვიყავი მომი ნეტა შემეძლოს თქო რომ რაღაცა ისე პიაცაზე ხატავ. კი ბატონო მით უმეტეს ეხა თქვენთვის რა თქმა უნდა შემოქმედი მხატვარი ადამიანებისთვის ეს არის ნუ არ ვიცი სასწაული და ქალბატონ თეა ესეც მინდა ავაჩვენო ჩვენს მაყურებელს ეს მიქელანჯელო რომში შეიქმნა თუ ეს რომისთვის დავხატე რომისთვის დიახ ამ პროექტისთვის დავხატე და მივიღე ჯილდო დიპლომი საერთაშორისო მიქელანჯელო მისია მიქელანჯელოსი სიყვარული დაფრინავს ქვია და მართლაც კი ბატონო
მართლა და აი სიყვარული დაფრინავს ძალიან მომეწონა ეხლა ზოგადი სურვილი არ ვიცოდი დიახ ამ ნახატის დასათაურება და მართლაც ფიქრობ რომ ალბათ და თქვენი აზრიც მაინტერესებს შემოქმედისთვის თავარი мотиваცია არის თუ არა სიყვარული ანუ მე არ გულისხმობ აქ ხალის და მამაკაცის სიყვარული ზოგადად სამყარო დიახ სიყვარული დაფრინავს ყველგან ეს მიუძღვენი ზუსტად ეს ნახატი ამ სამყაროს და სადაც ვარ galaktikაში. კი ბატონო. ყველგან სიყვარულია. დიახ და აი და სიყვარული დინო მახსენა ფესვები ხო აი როგორი მნიშვნელოვანია აი ჩვენ არაერთხელ აღვინიშნავს ხოლმე მხატვარი იქნება ის პოეტი ადამიანი რომელსაც ფესვებთან ურთიერთობა აქვს რომელიც არ კარგავს აი ამ ენერგეტიკულ კავშირს იმ ადგილთან სადაც დაიბადა რაც მისთვის ახლობელია ეს ჩანს თქვენს ნახატებში ბატონ არჩილ გავდონთეთ განსაკუთრებით თქვენ ნახატებში გურულები ეს სერია თქვენი ჩანახატებისა ანუ არა მხოლოდ გურულები თუნდაც ის რომის ქუჩები ესეც ალბათ იქიდან ესეც გურის ფერები იკვეთება და აი ბახმარო თქვენ გაქვთ ხო ბახმაროზე მთელი ციკლი დიახ და აი ბატონო არჩილ ის ნამუშევარი ანუ ეს გური ცხენოსნები ხო დიახ ზუსტად მე ვფიქრობ რომ ეს გური ასე ეძღვნება ეს შევქმნი დოღი არის ჩოხატაურის რაიონში ყველა წელიწადს ტარდება დოღი დოღის თემაზე გავაკეთე ნამუშევარი და ეს არის ჩვენი გურული ცხენოსნები ცხენები თავისი სიძლიერით თავისი სიყვარულით არის შეჩასეული და ბატონო ჩიტაი თქვენ როდის დაიწყეთ ხატვა განსაკუთრებით ფერწერას გულისხმობ აი ფერებში ხატვა ბავშვობიდან როგორც ყველა მხატვარი ბავშვობიდან ვიწყებს ხატრობას და ჩემი შემოქმედება სადღაც მახსოვრობა სადღაც მე-4-მე-5 კლასიდან იწყება უკვე ფერებში ხატავდით ხო? კი, ნუ ფერებში გრაფიკაზე კონკრეტ იწყება მე უკვე ფერებს აღიქვამს ნელ-ნელობით პროფესიით ხატავ ცენტრების მოდელს სულ ხატავ ეს მაქვს პროფესია მარტო დიახ ბატონო არჩილ ხატავთ ბავშვობიდან და რა თქმა უნდა ეპოქა იცვლება თან რაც შეეხება ეხა თანამედროვე დამთვალიერებელს ახალგაზრდებს თავიანთი ხედვა აქვს თავიანთი მოთხოვნები აი მაინტერესებს დღეს დავუშვათ ხატვარი ეს მთავარი გზავნილი რა უნდა იყოს ის რომ თანამედროვე ეპოქის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და იყოს სულ აქტუალური აი შრომის უნიარესობას სულ უნდა იშრომო და უნდა ეძება ყოველთვის ხატვარმა ყველანაირად აი ეს განვითარებას იღებ ყოველთვის შრომის შედეგად იცვლება თუ არა ტენდენციები დროთა განმავლობაში და თავად თქვენში ანუ რაღაც გარკვეული ცვლილებები მოხდა თუ არა არის ახლა მაგალითად როცა ანუ სხვადასხვა ტექნიკით არის შესრულებული ახლა აბსოლუტურად ერთი მიმართულებას ვერ დაარქმევ იმიტომ რომ ყველაფერია ნამდვილად არის ახლა კლასიკური შესრულებული არის ახლა მოდერნისტული კუბისტურიც და ესე რომ ყველა იმაშიც მუშაობ რა ტექნიკაში და ასე ვითარდებით რა ხატრები. კი ბატონო და რაც შეეხება რომს და ამ პროექტს მისია მიქელანჯელო რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს შემოქმედისთვის როდეს საზღვრებს მიღმა გადის და აღიარებულია უცხოელი დამთვალიერებლისთვის საინტერესო რა თქმა უნდა мотиваცია თუმცა მე მაინტერესებს აქ საქართველოში კი ნამდვილად მეც მაინტერესებს მაყურებელი დავუშვათ ქართველი დამთვალიერებელი თქვენ გამოფენაზე რომ მოდის გამოფენებზე და ესეც მაინტერესებს რამდენად ხშირად იმართება თქვენი გამოფენები თუნდაც პერსონალური თუნდაც ერთობლივი ანუ თან ახალგაზრდების ანუ რეაგირება როგორია და რეაქცია გამოფენები მქონდა რამოდენიმე პერსონალური გამოფენა მქონდა სადღაც 4-5 გამოფენა მაქვს გაკეთებული აქ თბილისში მაქვს 2003 წელში გალერეაში მივიღე მონაწილეობა იქ გავაკეთე და მე პარლამენტის ბიბლიოთეკა რომ არის და დიახ კი ბატონო იქ მქონდა ორჯერ გამოფენა გურიაში ოზურგეთში ჯოხატაურში აქ მარჯანიშვილზეც მქონდა კიდე გამოფენები და ასე და რეაქცია როგორი იყო ანუ ემოცია ძალიან ყვაყოფილი გამოფენა გზის ყველა გამოფენა პერსონალური გამოფენა მithumedes იზრდები ყოველთვის პირველი გამოფენა სხვა არის და მე უკვე ნელ-ნელა
აკეთებ უკვე სხვადასხვა ანუ სულ სხვანაირად უყურებ ხოლმე რაღაც იმ სივრცეში როცა არის გამოფენილი, როდესაც შენ სახში ან შენ სახელოსნოში სხვა არის, მაგრამ როცა იფინები დიდ სივრცეში სხვანაირად ხედავ კიდეც. ბევრი ხედვები და ნუ ისეთი საინტერესო ნამუშევრებია, მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ ანუ თქვენი ქალბატონთია ბატონო არჩილ თქვენი ნამუშევარი კონდეს სახში. ანუ არის თუ არა ამის საშუალება, იმიტომ რომ არიან მხატვრები, რომლებიც ვერაფრით, აი, ვერ ეცილებიან თავის ნამუშევარს და ამბობენ, რომ ჩემი შვილიაო. და ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სურველი ბევრი იქნება. ანუ არის თუ არა ამის საშუალება. შეგრძნება მაქვს ძალიან აი მართლა შვილებივით არიან ჩემი ნამუშევარი ნახატები, მაგრამ პერსონალურად შემიძლია და მაქვს უკვე სურველები გამომეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ეხლა გავაგზავნი ალბათ იტალიაში 2-3 ნამუშევარს და საფრანგეთიდანაც მაქვს, მაგრამ პერსონალურად დაუხატავ და ეს ჩემი ნამუშევრები რაც მაქვს შექმნილი ხელუხლებელია და სამომავლოდ მინდა რომ კი ბატონო საფრანგეთი ახსენეთ და მე როგორც ვიცი გაზაფხულზე მიემგზავრებით საფრანგეთში ორივე ხო? და საინტერესო ფესტივალია. პროექტით ეხლა მისია მიქელანჯელო რომში ხო ეხლა წავსდგებით გამოიფინება ჩვენი ნახატები მისია შაგალი შვენიერი ლემარის გალერეაში შუა ცენტრში პარიზის შუაგულში როგორც გითხარით free art space გალერეის მადგენლები ვართ და მივდივართ გაზაფხულზე იქ როგორ არის რამე დიდი ბოდიში წინასა რაღაცა თემა არის და ამ თემაზე უნდა შექმნათ თუ თავისუფლები ხართ არჩევანში რას არადგენთ რასაც შევქმნით თუ შაგალთან უნდა იყოს დამოკიდებული თავისუფალი არჩევანი თუმცა რაღაცა კუთხით მაინც უნდა იყოს ველოდება 16-ში უკვე მისია კი ბატონო არჩილდა რაც შეეხება იმ ნამუშევარს ხო ანუ გურული მხედრები არიან რა თქმა უნდა დოღი და ეს არის სუფთა ქართული და მაინტერესებს როდესაც თქვენ გააგაქვთ უცხოეთში ნამუშევრები რა უფრო ინტერესს იწვევს ანუ ჩვენთვის ახლა ეს ნამუშევარი ძალიან ძვირფასია. აი მათ სუფთა აი ქართული აინტერესებს. ანუ ხედავენ ამ ნახატში იმ განსხვავებულობას. ვიყავით რომში ჩასულები, იქ ქონდა წარმოდგენილი ბაზიერი, გურული ბაზიერი ქონდა წარმოდგენილი და დიდი მოწონება დაიმსახურა და ასე რომ მე და თეატრს ვიყავით, გარეთ ვხატავდით, მე გამოვედით იქ და რამოდენიმე ნამუშევრების გავყიდეთ ჩვენი ნამუშევრების იქვე ადგილზე კი სურველები იყო კი შეიძინეს ნამდვილად და იქ ძალიან მე უკვე მოტივაციაც გეხსნება და უფრო და უფრო მუშაობდი და ბევრი აი გურულ ბაზიერს რაც შეეხება ეს პროტოტიპია ვინმეა თუ გურული ხასიათი გურული ზოგადი სახეა დია თავისი კვერცხლი გამოხედვით თავისი სიყვარული თავისი ყველანაირად ესეთი ეს გურული მიმინოა ხო ხო სხვადასხვა მიმინო ხო ეს გერბი კი ბატონო ვინც ახლა შემოგვიერთდა ნახავს დია ჩანს კარგად ჩვენთან საერთოდ მიმინო ესეთი ფრინველია თანაც გერბზეც აღნიშნული არის მიმინო და მისი ავტორი მე ვარ გერბის ავტორი მართლა რა ბრძანებთ კი აქ წარმოდგენილი მაქვს ჩოხატაურის გერბი ეს არის მიმინო ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია ანუ თქვენი შექმნილია კლიანად კი ეს 2009 წელი იყო როცა დავიწყე ამაზე მუშაობა კონკურსი იყო გამოცხადებული რაიონებში ყველას უნდა ქონოდა თავისი გერბები და დროშები დია და ამიტომ მივიღე მონაწილეობა და თქვენი გერბი კი მე ვარ ავტორი ჩოხატაურის გერბის ესენი არის ჩვენი ჩოხატაურის დამახასიათებელი ყველაფერი რომელიც მართლაც ძალიან საამაყოა და ეხა გურიაში შევეხეთ და მე როგორც ვიცი აპირებთ პროექტის განხორციელებას ხო გვინდა გურულები გურიაში თუ საიდუმლო არის რა ფორმით ჩოხატაურში გვინდა და იმედი გვაქვს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის რომ განვახორციელოთ და მიუძღვნათ ერთი ლამაზი საღამო გურულებს ან თქვენი ერთობლივი პროექტი იქნება გამოფენა ძალიან საინტერესო იქნება სინთეზით პოეზიის საღამოს წაიკითხავს ჩვენი
ზიადოლიძე მსახიობი და თქვენი ნამუშევრები გამოიფინება. და ფიქრობ არაჩვეულებრივი საღამო ელოდება და ამ საზოგადოება საფრანგეთამდე აპირებთ თუ მერე? ნახოთ როგორ იქნება. ჯერჯერობით მიდის მოლაპარაკება და ისე რომ მე და ნინო ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ ბედნიერები ვართ რომ ესეთი გადაცემა მიყვავს რომ ესეთ ხაოს ვიცნობთ და მართლა საოცარ ნახატებს გავიცანი და თუ გაქვთ რამე პლატფორმა გავოდონთ ბატონ რაჩილ სადაც აი მედია პლატფორმას გულისხმობ აი სადაც სურვილ შეუძლია შევიდეს და თქვენი ნახატები დაათვალიეროს აი მსგავსი რამე თუ არის ანუ გვერდს გულისხმობ ინტერნეტში ანუ ცალკე გვერდის გვაქვს კი როგორ არ ეს გალერეას გულისხმობ ალბათ ხო კი გალერეას და ცალკე გვერდი შევქმნით აუქციონზეც გამოსიტან მე ხო გულისხმობ რომ ჩვენს მენელს ახლა არა ყველა საშუალება დაათვალიეროს ეს მართლა საოცარი ნახატები და უბრალოდ თუ არის საშუალება ახლა რო გვისმენენ და სანამ კიდევ სხვა ძალიან კარგი სტუმარი გვესტუმრება რომ დაათვალიერონ და მიხვდნენ რაზეა საუბარი ზოგადად აი Facebook-ზე შევძანდენ და პირად გვერდებზე კი სახელი გვარით იცით მაინტერესებს აპირებთ თუ არა პედაგოგიურ მოღვაწეობას რომ თქვენი გამოცდილება ხო ანუ ახალგაზრდებს რომ გადასცეთ ანუ თქვენი გამოცდილება დააოსტატოთ მე ვფიქრობ რომ არ იქნება ურიგო თუმცა ეს თქვენი რა თქმა უნდა პირადი გადაწყვეტილება უნდა იყოს გიფიქრიათ თუნდაც სტუდიაზე რატომაც არა კი როგორ არ მიფიქრია მაგრამ ახლა როცა ძალიან დატვირთული ვარ ჩემი რაღაც ჩემი შემოქმედებით და სამსახური რომელიცაც სტუდიაში მუშაობ ეკაც ძალიან ბევრი სენიორი რა სამუშაოებია და ფიქრით ჯერჯერობით ბავშვებთან კი ბატონო არჩილ თქვენ ბრძანდებით პროფესიონალები ბრძანდებით მხატვარი აი რას ეტყოდით ახალგაზრდებს თუნდაც ბავშვებს რომლებიც იწყებენ ხატვას ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც მნიშვნელოვანია იმით ხრი რომ პედაგოგი ვინეყოლებათ რა ასაკში ამიტომ თუნდაც ის რომ ხელი არ გაუფუშტეთ ამიტომ თქვენერი ადამიანების რჩევა გასათვალისწინებელია თქვენც რა თქმა უნდა ქალბატონთეა მაინტერესებს თქვენი პასუხიც აი როცა იწყებს და გადაწყვეტილი აქვს პატარებს და ხატვის დაწყება ყოველთვის შრომის უნარიანობა აი სულ შრომაში უნდა იყოს ეს აბსოლუტურად ესეთი ანუ დისციპლინა ერთგვარი ხო აი შრომაში უნდა იყოს ხა არის ვიწყებენ მხატვრობას და მე რაღაცა 3 თვე 2 თვე წელიწადი ანებებენ თან და შეიძლება სურვილი გაქვს მაგრამ შენი არ არის ხო როცა გაყვეთ უნდა ამ პროფესიას და მხატვრობა ისეთი რამ არის რომ ყოველთვის უნდა ლექსიამონებს შრომის გარდა ნიჭი თქვენ რა სიტყვით ხალბატონო თემთან თქვენ თვითონ სწავლებ ბრძანდები და დადგა პერიოდი როდესაც აი რაღაც იფეთქა ამ ნიჭმა ხო იმიტომ რომ ალბათ გენეტიკურადაც არის ეს ყველაფერი გამოწვეული ბევრი რამ არის გამსასწორებელი რა გარემოშიც ხარ ეხლა ჩემი შვილიც აბარებს სამხატვრო აკადემიაში იმიტომ რომ ბაბუ არქიტექტორი თქვენ ხატავთ თავარი ალბათ ჩემთვის ეს არის რომ გენეტიკურად სადაც აღიზრდები და სფერო იქიდან გამომდინარია ნიჭიც და ისიც რა ერთ-ერთი გამსაზღვრელია მე მაგალითად ჩემს ირგვლივ ოჯახში ძალიან ბევრი იყო მუსიკოსი მაგრამ სამწუხაროდ ჩემგან მომღერალი არ დადგა ვერ თუმცა სულ მინდოდა და სულ მქონდა არა რიტმის შეგრძნება მაქვს კარგად ცეკვა მაგრამ ვერ მღერი თუმცა გეთანხმებით იმაში რომ ნიჭი არის ისა გენეტიკა ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი ნიჭიც აუცილებლად და შრომის მოყარეობა როგორც ბატონმა არჩილმა ბრძანა შენი საქმე და ეს ხელოვნება ისეთი მრავალმხრივ სასიამოვნოა წარმოუდგენელია ხო აი მსგავსის შექმნა არაფერი არ ხდება ისე ჩვენთვის განკუთვნილი საერთოდ ამოიწურა ამასობიშთან და თან და მე დარწმუნებული ვარ როდესაც თქვენ უკვე პარიზიდან ჩამოვბრძანდებით კვლავ გვესტუმრებით და იქ რა არის ჯილდო იქ მისია შაგალი ხო და მისია შაგალიც ჩამოვიდა საგაშად ჩამოიყო გურული მიკელანჯელო დავარქვით წარმატებებს გისურვებ ძალიან დიდი მადლობა რომ დღევანდელი დღე გაგვილამაზეთ და გასაფხულზე კვლავ გელოდებით უღრმესი მადლობა ჩვენი სტუმრები იყვნენ თეა ბერძენიშვილი ხელოვნებაცოდნე თვითნასწავლი მხატვარი არჩილ კუტალაძე მხატვარი დროებით და მადლობა ჩვენ თუ ცოტა ხანში ძალიან საინტერესო შემოქმედთან ერთად დაგიმოვდებით დაგველოდეთ